ბევრი პაციენტი ფიქრობს, რომ ორთოდონტიული მკურნალობა ბრეკეტების ან გამჭვირვალე კაპების ელაინერების მოხსნით სრულდება. თუმცა რეალურად სწორედ ამ ეტაპზე იწყება მკურნალობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაზა რეტენციის პერიოდი. რეტენციის მიზანია მიღწეული შედეგის სტაბილიზაცია. როგორც ვიცით, მკურნალობის პროცესში კბილები იცვლიან პოზიციას, მაგრამ მათ გარშემო არსებული ძვლოვანი და პაროდონტული ქსოვილი საჭიროებს დროს, რათა სრულად ადაპტირდნენ ახალ მდგომარეობას. კბილებს აქვთ ბუნებრივი ტენდენცია დაუბრუნდნენ საწყის მდებარეობას, რაც ქმნის რეციდივის მაღალ რისკს. სწორედ ამიტომ გამოიყენება რეტეინერი, სპეციალური აპარატი, რომელიც ინიშნება მკურნალობის დასრულების შემდგომ ყველა პაციენტთან. მისი მთავარი მიზანია კბილების ახალი პოზიციის შენარჩუნება და მიღებული შედეგის ხანგრძლივი სტაბილურობის უზრუნველყოფა. არსებობს ორი ტიპის რეტეინერი, მოსახსნელი და მოუხსნელი, რომლის შერჩევა ხდება ექიმის მიერ ინდივიდუალურად. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ რეტეინერს არ ირჩევს პაციენტი. ეს არის ექიმის მიერ სწორად შერჩეული აპარატი მიღებული შედეგის სტაბილურობისთვის.